საღამშვიდობისა 19 მაისს BFG TV-ზე საქმის კურსის ეთერში ვაჯამებთ ამბებს ბიზნესზე და ეკონომიკაზე. მე ანა ლაპიაშვილი ვარ და სამუშაო დღეს ბოლოს მნიშვნელოვან საქმიან ამბებზე გიყვებით BMG-ის გუნდის წევრებთან ერთად. იანვარ-აპრილში საქართველოს ექსპორტმა უცხოეთში 2 მილიარდი დოლარი შეადგინა. ზრდა 14%-ია. ექსპორტის ზრდაზე მნიშვნელოვანი გავლენა მსუბუქი ავტომობილების ყირგიზეთში რეექსპორტის მკვეთრმა მატებამ გამოიწვია. სექტორის ბრუნვა 31%-ით გაიზარდა და 754 მილიონ დოლარს მიაღწია. საქართველოს ღვინის ექსპორტი 43%-ით არის შემცირებული და 2025 წლის 4 თვეში მხოლოდ 72 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს ძირითადად რუსეთში ექსპორტის კლებითაა განპირობებული. 4 თვეში რუსეთში ჯამში 4 მილიონ 450.000 დოლარის ღირებულების ღვინო გავიტანეთ. გალტენტაკარტმა 2025 წლის საქართველოს ფულადი გზავნილების პროგნოზი გაზარდა. საინვესტიციო ბანკი წელს ქვეყანაში 3 მილიარდ 200 მილიონი დოლარის ნაცვლად 3 მილიარდ 400 მილიონ დოლარამდე ფულადი ნაკადების შემოდინებას ელოდება. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით წელს საერთაშორისო სავალუტო რეზერვების შესყიდვები შარშანდელ წმინდა გაყიდვებს ბევრად აჭარბებს. 19 მაისის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით გამყარდა. ლარის ცვლილებამ თეთრის 9 მიასედი შეადგინა და დოლარის ღირებულება 2 ლარი და 74 თეთრია. ეროვნული ბანკის ინფორმაციით ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 2 თეთრი და 12 მიასედით გაუფასურდა და შედეგად 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3 ლარი და 9 თეთრი გახდა. 2 თეთრი და 7 მიათედით გაუფასურდა ლარი გირვანკა სტერლინგთან და მისი ფასი 3 ლარი და 67 თეთრია. ლარის მიმართ თურქული ლირას კურსი 7 თეთრი და 6 მიასედია. იანვარ-აპრილში საქართველოს ექსპორტი წლეურად 15%-ით ზრდა საჩვენებს და 2 მილიარდი დოლარია. ექსპორტის ზრდაზე მნიშვნელოვანი გავლენა მსუბუქი ავტომობილების ყირგიზეთში რეექსპორტის მკვეთრმა ზრდამ განაპირობა, რის გამოც მთლიანად ამ სექტორის ბრუნვა 31%-ით გაიზარდა და 754 მილიონ დოლარს მიაღწია. ექსპორტში მეორე პოზიციას ძვირფასი ლითონების მადნები იკავებს 96 მილიონი დოლარით, რაც წინა წელთან შედარებით 110%-ით გაზრდილია. თუმცა 53%-ით არის შემცირებული ღვინის ექსპორტი. ამან 2025 წლის 4 თვეში 72 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს ძირითადად რუსეთში ექსპორტის კლებით არის განპირობებული. ასევე შემცირებული არის სპირტიანი სასმელების ექსპორტიც. რაც შეეხება იმპორტს, 2025 წლის პირველ 4 თვეში საქართველოს იმპორტმა 5 მილიარდ 700 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15.7%-ით მატებას ნიშნავს. იმპორტში პირველ ადგილს მსუბუქი ავტომობილები იკავებს 966 მილიონი დოლარით, რომლის იმპორტიც 10%-ით გაიზარდა. 2025 წლის იანვარ-აპრილში ნავთობის იმპორტმა 397 მილიონი დოლარი შეადგინა. მედიკამენტების იმპორტი კი 216 მილიონი დოლარი იყო. საქართველოს მთავარი საიმპორტო პარტნიორი ქვეყანა შეერთებული შტატებია, საიდანაც საქართველო ძირითადად მსუბუქ ავტომობილებს ყიდულობს. მეორე ადგილზე თურქეთია 814 მილიონი დოლარით, მესამე პოზიციას რუსეთი იკავებს 670 მილიონი დოლარით. ადგილობრივი ექსპორტის მაჩვენებლებს რაც შეეხება 4 თვის მონაცემებით, რაც რეექსპორტის გარეშე გულისხმობს მთლიანი ექსპორტის 44.8%-ია. ეს მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.9%-ით გაიზარდა და 902 მილიონ 200.000 დოლარი შეადგინა. იანვარ-აპრილში წელს ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრანტები 96 მილიონ 300.000 დოლარით. ეს სასაქონლო ჯგუფის წილი ადგილობრივი ექსპორტის 10.7%-ს უტოლდება. მეორე ადგილზე ყურძნის ნატურალური ღვინოებია 71.9 მილიონი დოლარით. მესამე ადგილს კი სპირტიანი სასმელები იკავებს, რომლის ექსპორტით შემცირდა და 63 მილიონ 600.000 დოლარი შეადგინა. იანვარ-აპრილში 10 უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 68.9% შეადგინა. ამ მხრივ უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები რუსეთი, თურქეთი და ჩინეთი არიან. პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვა წარადგინა, რომლის დროსაც გიორგი კაკაურიძემ საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით მთლიანი შიდა პროდუქტის წლიური პირველი კვარტლის საშუალო რეალური ზრდის 9.3%-იან მაჩვენებელზე ისაუბრა. რაც შეეხება ზოგად პარამეტრებს, მარტში ინფლაცია 3.9% იყო. შესაბამისად, საშუალო ინფლაცია 1.7%-ის დონეზეა. პირველი კვარტლის ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებს რაც შეეხება ჯამური თანხა 826
$26 მილიონ უტოლდება, რაც წლიურად 2.3%-იან მატებას ნიშნავს. მინისტრის პირველმა მოადგილემ ნაერთი ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზეც ისაუბრა დღეს საკომიტეტო მოსმენაზე და განაცხადა, რომ ამ პერიოდში მობილიზებული არის 6.571.162.800 ლარი, საპროგნოზო მაჩვენებელი კი 102.1%-ია. მის ინფორმაციით, პრივატიზაციიდან მიღებული თანხების და ვალების დაბრუნების კუთხითაც ამ პერიოდში საკმაოდ მაღალი მაჩვენებლები დაფიქსირდა. იანვარ-მარტის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი 5.481.211 ლარს სცდება. საანგარიშო პერიოდში მობილიზებული იყო 5.780.392.300 ლარი, ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის 102.1%. ბოლოს ფინანსთა სამინისტრო სხვა გადასახადების სახით ბიუჯეტში 500 მილიონ ლარზე მეცილოდება წლის დასასრულს და გიორგი კაკაურიძე განმარტავს, რას მოიცავს სხვა გადასახადები და რატომ იყო პირველი კვარტლის ბოლოს შესრულება 261%-იანი. პირველი კვარტლის ბოლოს რა მოხდა ძალიან მარტივი რიცხვებით გეტყვით 629 მილიონი იყო კი ბატონო პირველი კვარტლის ბოლოს და 15 რიცხვამდე მომდევნო თვის 15 რიცხვამდე ანუ 15 აპრილამდე დამატებით 257 მილიონი ლარი შევიდა სხვა გადასახადებში. საბოლოო ჯამში ანუ 597 მილიონი ლარიდან მას შემდეგ რაც 15 აპრილის დეკლარაცია ჩაბარდა 419 მილიონი ლარი მოხდა შესაბამის სახეებში გადანაწილება და 15 აპრილის მდგომარეობით სხვა გადასახადებში დარჩენილი იყო 114 მილიონი ლარი. დღეს მდგომარეობის სხვა გადასახადები დამინუსებულია საერთოდ უარყოფითი ნიშნულით, ამიტომ სხვა გადასახადები არის დროებითი, სადაც თავისდება ყველანაირი გადახდა და შემდგომ დეკლარაციის მიხედვით ნაწილდებოდა. ანუ ნურაზოც გაგვიკვირდება, რომ სხვა გადასახადებში გარკვეული თანხა მობილიზებული იქნება და წლის ბოლოსაც დაახლოებით 500 მილიონ ლარზე მეცველოდებით, რომ სხვა გადასახადებში გვექნება წლიური ჭრილში. გასული წლის ანგარიში წარადგინა საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა. ნათია თურნავას თქმით, ბანკი მონეტარულ პოლიტიკას ისე წარმართავს, რომ საშუალოვადიან პერიოდში ინფლაცია მის სამიზნე მაჩვენებელთან ახლოს შენარჩუნდეს. მისივე განმარტებით, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის შედეგად გასულ წელს ინფლაცია სტაბილურად მიზნობრივი მაჩვენების ფარგლებში იყო და საშუალოდ 1.1%-ს შეადგენდა. საბაზო ინფლაციამ კი 1.6% აჩვენა. როგორც ნათია თურნავა აღნიშნავს, გასულ წელს ეკონომიკურ აქტივობაში მნიშვნელოვანი წვლილი ეკონომიკის წარმოების ჯამური პოტენციალის გაუმჯობესებამ შეიტანა, რამაც ძლიერი ერთობლივი მოთხოვნიდან მომდინარე ინფლაციური წნეხი გარკვეულწილად შეარბილა. დამატებით, 2024 წელს ელექტროენერგიის ტარიფის შემცირება და ლარის ეფექტური გაცვლითი კურსის შედარებით მყარ პოზიციაზე შენარჩუნება დაბალი ინფლაციის ხელშემწყობი იყო. ნათია თურნავას თქმით, მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზაციის ფონზე საკრედიტო აქტივობა დაჩქარდა, რაც ერთობლივ მოთხოვნას ასტიმულირებდა. მისივე განცხადებით, ძლიერ მოთხოვნასთან ერთად ეკონომიკის ჯამური წარმოების პოტენციალის გაუმჯობესებაც მაღალ ეკონომიკურ ზრდას განაპირობებდა. შედეგად კი 2024 წელს რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 9.4% იყო. თურნავას ინფორმაციით, საგარეო მოთხოვნა გარკვეულწილად დადებითად ისახებოდა ეკონომიკურ აქტივობაზე. კერძოდ, წლის პირველ ნახევარში გლობალური მოთხოვნის სისუსტის ფონზე ექსპორტიც შედარებით სუსტი იყო, თუმცა წლის მეორე ნახევარში ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები მაღალი ტემპით გაიზარდა. ამავდროულად ბოლო წლებში საქართველოს როგორც შუადერეფნის როლი გაიზარდა, რამაც გააქტიურა საერთაშორისო სატრანსპორტო გადაზიდვები და ტრანსპორტირების სექტორს კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა შესწინა. ასევე წინა პერიოდებში კომპიუტერული და საინფორმაციო მომსახურებიდან მიღებული შემოსავლების გაზრდილი დონე პროცენტულად მთლიან შიდა პროდუქტთან 2024 წელსაც გაზრდილ დონეზე შენარჩუნდა. გასულ წელს 7.3%-ით გაიზარდა მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები. ამ ფაქტორების შედეგად 2024 წლის განმავლობაშიც მაღალ დონეზე შენარჩუნდა მომსახურების ექსპორტის წილი მთლიან შიდა პროდუქტში, რამაც წინა წელთან შედარებით მიმდინარე ანგარიშის გაუმჯობესებას ხელი შეუწყო. ნათია თურნავას ინფორმაციით, 2024 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა მთლიანი შიდა პროდუქტის 4.4% აჩვენა. მისი დაფინანსების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო კი წინა წლების მსგავსად კვლავ წმინდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები იყო. ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის განცხადებით, გასული წლის მეორე ნახევარში მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორები, რაც გაცვლით კურსს აყალიბებს, იყო ძლიერი, თუმცა გაურკვევლობის ფონზე სავალუტო ბაზარზე ფუნდამენტური ფაქტორებისგან განსხვავებული მოლოდინი ჩამოყალიბდა და ჭარბი მერყეობა წარმოიქმნა. მომხმარებლის განმარტებით ამ ფაქტორებს გაცვლით კურსზე მხოლოდ მოკლევადიანი გავლენა ჰქონდა და წლის ბოლოს ეროვნულმა ბანკმა რეზერვების შევსება განაახლა.
წელს საერთაშორისო სავალუტო რეზერვების შესყიდვების შარშანდელ წმინდა გაყიდვებს ბევრად აჭარბებს, ამბობს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას. ნათია თურნავას თქმით, მათ შორის გამყარებული ლარის ფონზე ეროვნული ბანკი რეზერვების აქტიურ შესყიდვებს განაგრძობს და ამასთან რეზერვებში მონეტარული ოქროს აქტივების შენარჩუნებას მომავალშიც გეგმავს. ფინანსთა სამინისტროში ამავე დროს ვარაუდობენ, რომ წელს ეროვნული ბანკი 700 მილიონი დოლარის მოცულობის რეზერვების შეძენას შეძლებს, რის ხარჯზე იზრდება სავალუტო რეზერვები. რა გეგმა აქვს ეროვნულ ბანკს და რამდენად არის მოსალოდნელი არსებული ხელსაყრელი პირობების ხანგრძლივად შენარჩუნება. ნუცა შუბაშვილის სიუჟეტი ვნახოთ ამ თემაზე. მიმდინარე წლის განმავლობაში ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო სავალუტო რეზერვების შევსების მიზნით 435 მილიონ დოლარზე მეტი უკვე იყიდა. პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე წლიური ანგარიშის წარდგენისას ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კონკრეტული რიცხვი არ დაუსახელებია, თუმცა აღნიშნა, რომ სავალუტო რეზერვების შესყიდვები შარშანდელ წმინდა გაყიდვებს, ანუ დაახლოებით 435 მილიონ დოლარს ბევრად აჭარბებს. ნათია თურნავა ამბობს, რომ მათ შორის გამყარებული ლარის ფონზე სები რეზერვების აქტიურ შესყიდვებს აგრძელებს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ისიც აღნიშნა, რომ გასული წლის ბოლოს რეზერვების მოცულობის ზრდაზე დადებითი გავლენა ჰქონდა კომერციული ბანკებისთვის სარეზერვო ნორმების გამკაცრებასაც. თუკი წინა წელს წმინდა გაყიდვებმა შეადგინა 435,75 მილიონი დოლარი, წელს უკვე დღეის მდგომარეობით შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი წმინდა შესყიდვები, ანუ ჩვენ არ გაგვიყიდია მხოლოდ ყიდულობთ, უკვე ბევრად მეტია ვიდრე შარშანდელი წლის წმინდა გაყიდვები. ბევრად მეტია და ამ სტატისტიკას საზოგადოება ეტაპობრივად შეიტყობს. აქვე ვიტყვი, რომ ტურისტული სეზონი ეხლა იწყება, ჩვენ ველოდებით, რომ კიდევ უფრო მეტი შემოდინება ვალუტის ბაზარზე მოხდება, რაც ასევე შეგვიწყობს ხელს, რომ გავაგრძელოთ ასეთივე ტემპით რეზერვების აკუმულირება. ამასთანავე, რომ დავუბრუნდეთ გასული წლის დინამიკას, 24 წლის დეკემბრიდან კომერციული ბანკების მიერ მოზიდული უცხოური ვალუტის ვალდებულებებზე დასაცავი სარეზერვო ნორმის ზედაზღვარი 5% პუნქტით გაიზარდა, რამაც წლის ბოლოს რეზერვებზე ზრდის მიმართულებით იმოქმედა. ეს ბერკეტიც გამოვიყენეთ, რომ რეზერვების ზრდისთვის შეგვეწყო ხელი. აპრილის მდგომარეობით თვიურ ჭრილში ქვეყნის სავალუტო რეზერვები 208 მილიონი დოლარით 4,5 მილიარდამდე იყო გაზრდილი, თუმცა წლიურ ჭრილში რეზერვების მოცულობა მაინც შემცირებული რჩება და კლება 296 მილიონი დოლარი, ანუ 6%-ია. მიღმა უცხოური ვალუტის შესყიდვისა თვიურ ჭრილში რეზერვების ზრდაზე გავლენა გლობალურად ოქროს გაძვირებასაც აქვს. ამ დროისთვის საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვების თითქმის 17%, ანუ 758 მილიონ დოლარს სწორედ მონეტარული ოქრო წარმოადგენს. სებში აცხადებენ, რომ რეზერვებში ოქროს აქტივების შენარჩუნებას მომავალშიც გეგმავენ. შევიძინეთ 500 მილიონის ღირებულების ოქრო. იმ დროს, როდესაც ფასები იყო გაცილებით უფრო დაბალი, მას შემდეგ ორჯერ და მეტად გაიზარდა ფასები, ამიტომ აქედან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ ეს იყო აბსოლუტურად სწორი ნაბიჯით, როდესაც შევიძინეთ, მაშინ დაახლოებით 11% იყო. შემდგომში, რა თქმა უნდა, ესე იგი ფასების ზრდის კვალ და კვალ გაიზარდა ოქროს წილი, ამჟამად აღწევს ბოლო სტატისტიკით 16,8%-ს. არ გამოვრიცხავთ, რომ რაღაც მომენტში 20%-ს მივახლოვდეს, შემდეგ ჩვენ ვიმსჯელებთ, რომ ეს ზღვარი ავწიოთ, თუ ნაწილი ასე ვთქვათ, ოქრო ბაზარს მივაწოდოთ, თუმცა ამ ეტაპზე ჩვენ არ გეგმავთ მონეტარული ოქროს გაყიდვას, რადგან თვლით, რომ ეს საკმაოდ კარგი მიმზიდველი ინვესტიცია ჩვენთვის. ფინანსთა სამინისტროში კი ვარაუდობენ, რომ არსებული სავალუტო შემოდინებების და პროგნოზების ფონზე ეროვნული ბანკი წელს 700 მილიონი დოლარის მოცულობის რეზერვების შეძენას შეძლებს. ეს კი იმის გათვალისწინებითაც, რომ მიმდინარე წელს მთლიანობაში საქართველოს დაახლოებით 800 მილიონი დოლარის მოცულობის საგარეო ვალის მომსახურება უწევს, რისი დაფარვის წყაროც თავის მხრივ ქვეყნის სავალუტო რეზერვებია. ვფიქრობ, რომ წელს დაახლოებით 700 მილიონი დოლარის შესყიდვა იქნება შესაძლებელი, რაც რა თქმა უნდა რეზერვების შენარჩუნების პოლიტიკიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია და ჩვენ ხედავთ, რომ დღეს შემოდინებები და ვალუტის შემოდინება ქვეყანაში აძლევს ეროვნულ ბანკს იმის საშუალებას, რომ კურსი სტაბილურობის უზრუნველყოფის პარალელურად მოუზრუნველყოს რეზერვების და ეროვნული ბანკი შეძლებს იმ მოცულობის შესყიდვას, რა მოცულობაც საჭიროა როგორც ვალის მომსახურებისთვის, ეს ეხება როგორც მთავრობის ვას, ასევე ზოგადად იმ გადინებები, რაც წლის განმავლობაში პროგნოზირებულია ეროვნული ბანკის მიერ.
ეროვნული ბანკის და მთავრობისგან განსხვავებით შედარებით ნეგატიური მოლოდინები აქვს ეკონომისტების ნაწილს. გიორგი ხიშტოვანის განცხადებით, ეროვნულმა ბანკმა დღეს არსებული ხელსაყრელი პირობები სავალუტო რეზერვების დასაგროვებლად მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს, რადგან მისი შეფასებით ნაკლებად მოსაოდნელია, რომ მსგავსი მაკროეკონომიკური გარემო მომავალში შენარჩუნდეს. იმპორტი მცირდება დოლარის მოთხოვნა კომერციული ბანკების მხრიდან, მათ პირიქით ჭარბი დოლარი აქვს და ამ შესაძლებლობით სარგებლობს და კარგ შვება რომ სარგებლობს ეროვნული ბანკი. უბრალოდ ვიტყოდი რომ აი თვითონ ეს მოვლენა განსაკუთრებით იმპორტის შემცირება არის საყურადღებო. ეს კიდევ ერთი ნიშანია ჩემთვის, რომ ეკონომიკური აქტივობა ქვეყანაში შენელების გზას ადგას. თუ დოლარმა პირობითად სწრაფი გაძლიერება გამყარება დაიწყო, ეს თავისთავად დააწვება საქართველოში ქართულ ლარს, თუ ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა და ესეც მოხდება და აქედან გამომდინარე, მე ურჩევდი ეროვნულ ბანკს ამ შემთხვევაში ის რეზერვების შევსების პროცესი დააჩქაროს თუ შესაძლებლობა აქვს ამის, რადგანაც ეს ძალიან დიდ ხანს არ გაგრძელდება. გასული წლის განმავლობაში ქვეყნის საერთაშორისო რეზერვების შემცირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სების მიერ წინა საარჩევნო პერიოდში ლარის კურსის შესანარჩუნებლად გაკეთებული რამდენიმე მსხვილი სავალუტო ინტერვენცია გახდა. რამდენად სწრაფად შეძლებს ეროვნული ბანკი საერთაშორისო რეზერვების შევსებას, ეს უფრო ნათლად მომდევნო თვეებში გამოჩნდება. საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტზე წარდგენილი ანგარიშის მიხედვით 2024 წლის განმავლობაში წლიური საშუალო ლარის კურსი დოლართან და ევროსთან მიმართებით წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით გაუფასურდა, რაც ძირითადად მოკლევადიანი ფაქტორებით იყო განპირობებული. წლის განმავლობაში ბანკები სტაბილური სავალუტო პოზიციებით განაგრძობდნენ ამავე დროს საქმიანობას და შესაბამისობაში იყვნენ ყველა ვალუტის საერთო კრებსითი პოზიციის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ 20%-იან ლიმიტთან. როგორც ნათია თურნავა, დღევანდელი ანგარიშის წარდგენისას აღნიშნა 31 დეკემბრისათვის საბანკო სექტორის მთლიანმა საკრედიტო პორტფელმა 62.5 მილიარდ ლარს მიაღწია და მისი წლიური ზრდა გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 17.1% იყო. წლის მანძილზე გაიზარდა კორპორაციული სეგმენტის წილი, ხოლო მიკრო და მცირე საშუალო სეგმენტების წილი მთლიან პორტფელში შემცირდა. 2024 წლის დეკემბრის ბოლოს ეკონომიკურად მოწყვლადი სექტორების, როგორიც არის უძრავი ქონების დეველოპმენტი, უძრავი ქონების მენეჯმენტი, სასტუმროები და ტურიზმი, რესტორნები, კვების ობიექტები, ავტოდილერები ჯამურმა წილმა პორტფელში 18.2% შეადგინა. ნათია თურნავას ინფორმაციით, საბანკო სისტემაში დოლარიზაცია კვლავ მაღალი რჩება, რის შედეგადაც სავალუტო რისკის ფაქტორი ეროვნული ბანკის შეფასებით ქართული ბანკებისათვის კვლავ მნიშვნელოვანია. მისი თქმით, საქართველოს ეროვნული ბანკი განაგრძობს საზრდამხედველო მუშაობას სავალუტო რისკის მართვის არსებული მიდგომების სრულყოფის მიმართულებით და აქვე აცხადებს ნათია თურნავა, რომ გასული წლის განმავლობაში გაზრდილი საკრედიტო აქტივობის ფონზე მნიშვნელოვნად გაიზარდა როგორც წმინდა საპროცენტო შემოსავლები, ასევე გაზრდილი არის ბანკების საოპერაციო ეფექტიანობა. 31 დეკემბრის მდგომარეობით არასაბანკო საფინანსო სექტორი 31 მიკროსაფინანსო ორგანიზაციით 418 ლოკაციაზე იყო წარმოდგენილი, 158 სესხესგამცემის სუბიექტით, 296 ლოკაციაზე და 505 ვალუტის გადამცვლელი პუნქტით, ჯამში 713 ლოკაციაზე. ამავე დროს ერთი საკრედიტო კავშირით. კალტენტაგარტმა მიმდინარე წლის ფულადი გზავნილების პროგნოზი გაზარდა. საინვესტიციო ბანკის ვარაუდით ფულადი გზავნილები 3 მილიარდ 400 მილიონ დოლარს მიაღწევს 2025 წელს, რაც წინა ვარიანტთან შედარებით 200 მილიონი დოლარით მეტია. ეროვნული ბანკის მონაცემების მიხედვით აპრილში ფულადი გზავნილები წლიურად 6.1%-ით 295.9 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. წინა თვეში დაფიქსირებული წლიური 3.9%-იანი ზრდის შემდეგ. ძირითადი დონორი ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების წლიური ზრდა ევროკავშირიდან დაფიქსირდა 14.2% იყო მატება, შტატებიდან 16.6%-ით მატება დაფიქსირდა, ისრაელიდან ასევე ზრდა იყო 11.4%, თურქეთიდან 6.4%-ით მატება, ყირგიზეთიდან 40.3%-ით და ამავე დროს აპრილში ფულადი გზავნილები წლიურად არის შემცირებული რუსეთიდან თითქმის 19%-ით და ყაზახეთიდან 41.6%-ით. ჯამურად 2025 წლის იანვარ-აპრილში ფულადი გზავნილები 8.1%-ით შემცირდა და მილიარდ 100 მილიონი დოლარი შეადგინა.
ერთწლიანი ძლიერი ზრდის შემდეგ საქართველოს ეკონომიკური აქტივობა სავარაუდოდ შენელდება, მაგრამ 2025 და 2026 წლებში 5-6%-იან ნიშნულზე დარჩება, რაც ნაწილობრივ ასახავს რუსეთის მიერ უკრაინაზე აგრესიის დადებით გავლენას, დაწერა ევროკომისიამ ანგარიში, რომელიც სახელით ევროპის ეკონომიკური პროგნოზია გამოქვეყნებული. ამ დოკუმენტის მიხედვით მოსალოდნელია, რომ ზრდა კვლავაც განპირობებული იქნება შიდა მოთხოვნით, განსაკუთრებით კერძო და სამთავრობო მოხმარებით, ინფლაცია დროებით გაიზრდება ხელფასების ზრდის და მოთხოვნის ზეწოლის შედეგად, სანამ ცენტრალური ბანკის სამიზნე მაჩვენებელს მიუახლოვდება. ამავე დროს პროგნოზის თანახმად სამთავრობო ბიუჯეტის დეფიციტი შეჩერდება და მთავრობის ვალის თვლიანი შიდა პროდუქტთან თანაფარდობა შემცირდება. ანგარიშის მიხედვით საქართველო კვლავ იღებს სარგებლობას გარკვეული მომსახურებებისა და სავაჭრო გზების რუსეთიდან გადაადგილებით უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი აგრესიის შემდეგ, რაც ნაწილობრივ ასახავს მნიშვნელოვან შიდა მიგრაციას რუსეთიდან. ანგარიში მითითებული არის, რომ ეკონომიკური ზრდის მხარდაჭერით უმუშევრობის დონე მნიშვნელოვნად არის შემცირებული, 2023 წელს 16.4% იყო და 2024-ში 13.9%-ს გაუტოლდა. კლება სავარაუდოდ წელს და მომავალ წელსაც უნდა გაგრძელდეს, თუმცა, როგორც ანგარიში მიუთითებენ, უფრო ნელი ტემპით. დასაქმების მაჩვენებელი 2024 წელს 2.5% პუნქტით გაიზარდა, თუმცა შედარებით დაბალ 47.1%-ზე დარჩა. წინასწარი მონაცემები მიუთითებს ხელფასების ძალიან ძლიერ ზრდაზე. 2024 წელს რეალურ მაჩვენებლებში 15%-ით რამდენიმე ფაქტორს ასახავს რუსეთიდან მაღალკვალიფიციური მიგრანტების ხელფასების გავრცელებას, განსაკუთრებით IT სექტორში ქართული კომპანიების მზაობას, კომპენსირება გაუწიონ ცხოვრების ხარჯების ზრდას და განსაკუთრებით ძირითადად ქალაქებში საცხოვრებლის ხირის ზოგიერთი წარმოების სექტორში მუშახელის დეფიციტის და 2024 წელს ინფლაციის სწრაფი შემცირების თვალსაზრისით. ხელფასების ზრდა სავარაუდოდ მომდევნო წლებში შენელდება, თუმცა პროდუქტიულობის ზრდაზე მაღალი დარჩება, წერია ევროკომისიის ანგარიში. 2024 წელს საშუალო სამომხმარებლო ფასების ინფლაცია 1.1%-მდე შემცირდა, დაბალი იმპორტირებული ინფლაციის და ცენტრალური ბანკის გონივრული მონეტარული პოლიტიკის წყალობით. თუმცა, ამ წლის პირველ თვეებში ინფლაცია გაიზარდა და აპრილში 3.4%-ს მიაღწია, არის მოლოდინი, რომ წელს საშუალოდ ის 4%-იანი იქნება. სამომხმარებლო ფასების ზრდის აჩქარება შეიძლება ხელფასების ზრდას მივაწეროთ და ლარის შეზღუდულ გაუფასურებას, ასევე საბაზო ეფექტებით გამოწვეულ გავლენას, რადგან ამ ფაქტორების თანდათანობით შესუსტება მოსალოდნელი ინფლაცია კი 2026 წელს ცენტრალური ბანკის მიერ დადგენილ 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებელს დაუბრუნდება, წერია ევროკომისიის ანგარიში. შეჩერებული პროგრამის ფარგლებში ვთვლით, რომ ყველა ღია საკითხი ამოწურულია. ამბობს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და აღნიშნავს, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან თანამშრომლობა გრძელდება იმ ფორმატში, რაზეც მხარეები შეთანხმდებიან. ნათია თურნავას თქმით, შეჩერებული პროგრამის ფარგლებში არსებული ღია საკითხები ამოწურულია და არაფერი უშლის ხელს სავალუტო ფონდთან შემდგომ თანამშრომლობას. IMF-ის 280 მილიონ დოლარიანი პროგრამის შეჩერების შესახებ 2023 წლის სექტემბერში გახდა ცნობილი. ფონდის პროგრამის მიმდინარეობა ეკონომიკურ რეფორმებზე და ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე იყო მიბმული, რაც საქართველოს 36 თვის ვადაში უნდა განეხორციელებინა. ვთანხმდებით იმაზე, რომ ჩვენი მხარდაჭერა არის ძლიერი, გაგრძელდება იმ ფორმატში, რა ფორმატში ჩვენ შევთანხმდებით. ამ დღეებში უკვე ამ თვის ბოლომდე ველოდებით მორიგ მისიას საერთაშორისო სავალუტო ფონდის ეგრეთ წოდებული მეოთხე მუხლის პროგრამის ფარგლებში გვეწვევიან. გვექნება შესაძლებლობა ვისაუბროთ შემდგომ თანამშრომლობაზე. მათი ასე ვთქვათ, მიდგომა ძალიან პარტნიორულია, ძალიან დადებითია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გავაანალიზოთ ყველა ასე ვთქვათ საკითხი, რომელიც აქამდე შეიძლება ასე ვთქვათ ღია საკითხად იყო მათი მხრიდან მიჩნეული. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ის პროგრამა, რომელიც აქამდე არსებობს, თუმცა შეჩერებულია, ასე ვთქვათ, დაპაუზებულია. ამ პროგრამის მიხედვით თუ კი რაიმე საშუალოვადიანი მიზნობრივი მაჩვენებელი არსებობდა, იქნება ეს ფისკალური სექტორი თუ მონეტარული სექტორი, ყველაფერი არის შესრულებული, გადაჭარბებითაც შესრულებული, ანუ უშუალო პროგრამაში რაც არის მითითებული, ყველაფერი შესრულდა. სხვა ღია საკითხები რაც არსებობდა, ეს საკითხები ჩვენ თვლით, რომ ამოწურულია და აქედან გამომდინარე, არაფერი უშლის ხელს, რომ ჩვენ შემდგომ თანამშრომლობაზე ვისაუბროთ.
საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტზე დეპუტატ ბეჟან წაქაძის კითხვის საპასუხოდ პარლამენტის აპარატის უფროსმა პარლამენტის ეზოში დაგეგმილ მცირე სკვერის მოწყობის გეგმაზე ისაუბრა დღეს კომიტეტის სხდომის მიმდინარეობისას. სხდომაზე, სადაც პარლამენტის 2026 წლის ბიუჯეტის განაცხადი განიხილებოდა, ქართული ოცნების დეპუტატმა ბეჟან წაქაძემ ეზოს იერსახის გაუმჯობესების აუცილებლობაზე ისაუბრა და კითხვის სახით დააყენა საკითხი. არის თუ არა ეს გათვალისწინებული ბიუჯეტის პროექტში. კახა ოქრი ჯანაშვილის ინფორმაციით, შიდა ეზოს მოწესრიგება უკვე მიმდინარე წლიდან გეგმაშია, რაც შეეხება ბიუჯეტის პარამეტრებს. მისი ინფორმაციით, მომავალი წლის ბიუჯეტი ამ მხრივ 2025 წელთან შედარებით არ შეიცვლება. წელს ვაპირებთ ეზოში რაღაც სამუშაოების ჩატარებას, მოგახსენებთ ფანტანები, რომელიც არის მოწყობილი, ეს არ მუშაობს. გამოსულია თქვათ ის წყალის ჟურნალს და შემდეგ სხვა ინფრასტრუქტურას აფუჭებს და აი ამ სივრცეებზე გვინდა მოვაწყოთ ესეთი ეგრეთ წოდებული საზაფხულო მცირე პარკები, სადაც ჩვენს თანამშრომლებს ექნებათ საშუალება, რომ შუადღით გამოვიდნენ და რაღაცა შეკრების მცირე ადგილი მოვაწყოთ. ეხლა სამუშაოსაც არ მოვაცდინოთ ძალიან, მაგრამ ცოტა გამდვითრის საშუალება მივცეთ და რაც შეეხება გარშემო ეს დიდი ბზარები რო არის, მაგაზეც ქონდა საუბარი და რაღაცნაირად შევფუთავთ ისე, რომ ერთი უსაფრთხო იყოს და მერე ვიზუალურადაც უკეთესად გამოჩნდეს. CESCOM 2026 წლის საბიუჯეტო განაცხადის პროექტი წარადგინა, ბიუჯეტი 43.700.000 ლარს შეადგენს. CESCOM-ის თავმჯდომარის მოადგილის ინფორმაციით, რომელიც ასევე საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე იმყოფებოდა, განაცხადა, რომ საბიუჯეტო ხარჯები პროექტის პირველად ვერსიასთან შედარებით არის შემცირებული და ჯამში 43.745.000 ლარს უტოლდება, რაც 7.125.000 ლარით ნაკლები არის დადგენილ საბიუჯეტო ჭერზე. უფრო კონკრეტულად, შემცირებული არის ხარჯები ინფრასტრუქტურული პროექტების, ტრენინგების და შრომის ანაზღაურების ნაწილში, ასევე ხელშეკრულებით დასაქმებულთა ხარჯებით შემცირებულია, რამაც 7 მილიონი ლარის ოდენობით თანხები დაზოგა. კოდექსის თანახმად საბიუჯეტო განაცხადი თავდაპირველად ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული იქნა ჯამურად შეადგენდა 50.745.000 ლარს, რაც მაშინდელ განსაზღვრულ ჭერზე 2026 წლისთვის უკვე ნაკლები იყო და შესაბამისად მაშინათვე შეესაბამებოდა ჭერის მონაცემებს, დადგენილი ჭერის მონაცემებს, თუმცა გარკვეული კომუნიკაციის შედეგად თქვენს კომიტეტთან და შესაბამის უწყებებთან ერთად გარკვეულწილად გარკვეული პროექტები გადაიდო, გარკვეულ პროექტებში რაღაც ხარჯები შემცირდა, მაგალითისთვის ინფრასტრუქტურული პროექტები გადაიდო უფრო სხვა წლებისთვის და გაიწერება სხვა წლების ბიუჯეტში, ასევე ვთქვათ შემცირდა ხარჯები ტრენინგებში, მივლინებებში, რაც თავარია შრომის ანაზღაურების ხარჯები, ასევე შრომითი ხელშეკრულებებით დასაქმებელი პირების ხარჯები შემცირდა და საბოლოო ჯამში ამ შემცირებამ შეადგინა 7 მილიონი ლარის ოდენობის თანხა და სულ დღეისთვის შემიძლია წარმოგიდგინოს საბოლოო მონაცემი, რაც შეადგენს 43.745.000 ლარს და რაც 7.198.000 ლარით ნაკლებია დადგენილ ჭერზე. საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან დარახველიძე დაენიშნა, რომელიც თანამდებობაზე გიორგი წერეთელს ანაცვლებს. უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დარახველიძეს საჯარო და კერძო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სპეციალური საგამოძიებო სამსახური პროკურატურას შეუერთდება. კანონ პროექტის მიხედვით ის ისხლის სამართლის საქმეები, რომლებზეც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ქვემდებარეობა ვრცელდება, პროკურატურის საგამოძიებო ქვემდებარებაში გადავა. დაზორვის სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში გადადის და სუსის საქვეუწყებო დაწესებულებად ეროვნულ სადაზვერვო სააგენტოდ ჩამოყალიბდება. მიგრაციის დეპარტამენტმა 12 ქვეყნის 33 მოქალაქე საქართველოდან გააძევა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნაწილმა საქართველო ნებაყოფლობით დატოვა, ნაწილი კი იძულების წესით იქნა ქვეყნიდან გაძევებული. არაფხიზელ მდგომარეობაში მართვის გამო ბოლო 3 წლის განმავლობაში მართვის მოწმობა 40,000-მდე მძღოლს ჩამოერთვა. ამავე მიზეზით მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევები საერთო ჩამონათვალში მესამე ადგილზეა. ფონდ პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოების დირექტორის ინფორმაციით, არაფხიზელ მდგომარეობაში მართვისთვის კანონის კიდევ უფრო გამკაცრება და ახალი მაიდენტიფიცირებელი მეთოდების შემოღება იქნება კარგი.
ქვეშეთიკობის 23 კილომეტრიანი მაგისტრალური გზის მშენებლობა გრძელდება და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განახლებული მონაცემებით ამ ეტაპზე განათების სისტემით უზრუნველყოფილი 23 კილომეტრიანი ორზოლიანი ასფალტბეტონის გზა შენდება, რომელიც 5 ხიდის და 5 გვირაბის მშენებლობას მოიცავს, ასევე 1 ხიდის რეაბილიტაციას. პროექტი ითვალისწინებს გუდაურამდე მისასვლელი 5 კილომეტრიანი ახალი გზის მშენებლობასაც. ამ გვირაბებიდან ყველაზე გრძელი 9 კილომეტრიანი გვირაბის და მისი დამხმარე საევაკუაციო გვირაბის გაჭრა გასულ წელს დასრულდა. გზის მთლიანი ღირებულება 1,2 მილიონი ლარია. რამდენიმე დღის წინ ინფრასტრუქტურის ახალმა მინისტრმა რევაზ სოხაძემ სამშენებლო სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა და განაცხადა, რომ ამ დროისათვის სულ დასრულებული არის 1 ხიდის და 3 გვირაბის მშენებლობა. პროექტის დასრულებისათვის ძირითადი კაპიტალური სამუშაოები და ხიდების აგებაა დარჩენილი. უკვე აშენებულია პირველი 435 მეტრის სიგრძის ხიდი, რომლის ბურჯებიც ამ დროისთვის ყველაზე მაღალი არის საქართველოს მასშტაბით და 47 და 48 მეტრს უტოლდება. დაწყებული არის დანარჩენი ხიდების მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები. მათგან ყველაზე რთული 426 მეტრის სიგრძის და 166 მეტრის სიმაღლის თაღოვანი ხიდის მშენებლობა. პროექტი ასევე ითვალისწინებს შედარებით მცირე ხიდების მშენებლობასაც. 2025 წელს პროექტის კაპიტალური სამუშაოების დაფინანსება სულ 200 მილიონი ლარით არის განსაზღვრული და სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემებით გზის მშენებლობა მომავალ წელს უნდა დასრულდეს. როდესაც დარჩენილი 30 მილიონი ლარის კაპიტალური სამუშაოები შესრულდება. პროექტი გუდაურში მისასვლელი 5 კილომეტრიანი გზის მშენებლობასაც ითვალისწინებს და გზის სამშენებლო სამუშაოები ამ შემთხვევაში ორ ნაწილად არის დაყოფილი. მათგან ყველაზე ძვირად ღირებული 9 კილომეტრიანი გვირაბის და მისი საევაკუაციო გვირაბის მონაკვეთია, რომელზეც ჩინური კომპანია China Railway Tunnel Group Company მუშაობს. ამ კონტრაქტის ფარგლებში გათვალისწინებული არის ორივე გვირაბის გაყვანა, დასრულებული არის და მათი შიდა მოსახვევისა და ვენტილაციის სისტემით აღჭურვის სამუშაოები მიმდინარეობს ამ ეტაპზე. რაც შეეხება გზის მეორე 12,7 კილომეტრიან მონაკვეთს, მისი ღირებულება 317 მილიონი ლარია. მასზე სამუშაოებს China Railway 33 Red Barrow Group კომპანია ახორციელებს. ამჟამად სამუშაოების უმეტესი ნაწილი გზის სწორედ ამ მონაკვეთზეა დარჩენილი. მშენებლობას აზიის განვითარების ბანკი ჯამში 415 მილიონი დოლარით, EBRD კი 60 მილიონი დოლარით აფინანსებს. სექტემბრიდან ბიზნეს შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ახალი რეგულაციების დაკმაყოფილება მოუწევს. ჯანდაცვის სამინისტრომ სამუშაო მოწყობილობების გამოყენებისას უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული მინიმალური მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი შეიმუშავა, რომელიც თითქმის ყველა ბიზნესს ეხება, რომელიც სამუშაო სივრცეში მანქანა დანადგარებს, აპარატურას, ხელსაწყოებს ან მოწყობილობებს იყენებს. რეგლამენტი დამსაქმებლებს ავალდებულებს მიიღოს სათანადო ზომა იმისთვის, რომ დასაქმებული უზრუნველყოს უსაფრთხო სამუშაო მოწყობილობებით. ამ სამუშაო მოწყობილობებს კი უნდა გააჩნდეს შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტაცია და მისი ექსპლუატაციაც მასში განსაზღვრული მითითებების შესაბამისად უნდა ხორციელდებოდეს. ბიზნეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ კორძახია მიიჩნევს, რომ აღნიშნული რეგულაციების შესრულება განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის იქნება. მისი შეფასებით კერძო სექტორს ტექნიკურ რეგლამენტზე მოსარგებად 2 წელი მაინც დასჭირდება. მცირე და საშუალო ზომის ობიექტები, სადაც იდეაში ძირითადად ვიტყვით, რომ ეგრეთ წოდებული მოძველებული ტექნიკა არის, ვთქვათ, უმრავლეს შემთხვევაში მოძველებული როგორც დროში, ასევე შეიძლება ვთქვათ ფუნქციონალურადაც. ეს იმას ნიშნავს, რომ თითოეულ მათგანს, ვინაიდან რეგლამენტი ითხოვს დოკუმენტაციის არსებობას, როგორც მინიმუმ, ტექნიკური დოკუმენტაციის არსებობას, ასევე ამ დოკუმენტაციის უსაფრთხო გარანტირებას, ანუ ის დანადგარი რამდენად მაქსიმალურად შეესაბამება თუ არა უსაფრთხო პირობებს. ამიტომ თუ კი ვთქვათ, შევხედავთ აი ამ მოცულობის ვთქვათ სამუშაოებს, ფინანსური რესურსი ალბათ იქნება საკმაოდ დიდი გასაწევი, განსაკუთრებით მცირე ბიზნესისთვის, იმისთვის რომ აუცილებლად ეს ორი მინიმუმ ეს ორი ვთქვათ პირობა დააკმაყოფილოს. ერთი რომ ტექნიკურად იყოს გამართული და რა თქმა უნდა მას ვიძახოს, აუცილებლად უნდა იყოს და მეორე ამის შესაბამისი მტკიცებულება დოკუმენტალურად არსებობდეს. ავტოსადგურების სერტიფიცირებისთვის ემზადებიან. რეგულაციის ამოქმედებამდე ერთ თვეზე ნაკლებია დარჩენილი და 1 ივნისიდან ქვეყანაში არსებულ ყველა ავტოსადგურს კანონით დადგენილი რეგულაციების დაკმაყოფილება უნდა მოუწიოს. რეგულაციის თანახმად, სწორედ 1 ივნისიდან 150 კილომეტრზე მეტი მანძილით დაშორებული პუნქტებიდან მგზავრების გადაყვანა მხოლოდ M3 კატეგორიის ტრანსპორტით, ავტობუსით იქნება შესაძლებელი. პირველ ეტაპზე ეს რეფორმა ქალაქებს შეეხება თბილისს, ქუთაისს, ბათუმს, ზუგდიდს და თელავს.
მკვლელობები კი ამასთან დაკავშირებით მიიჩნევენ, რომ რეფორმის ეს ეტაპი გადასავალდებელია. სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში M3 კატეგორიის ტრანსპორტის ავტოპარკის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ არის. კომპანია Omnibus Express-ის დირექტორი ირაკლი კაბულაშვილი ამბობს, რომ ავტობუსებით ჩანაცვლების პრობლემა არ უნდა იყოს, რადგან ამ კუთხით დაწესებული რეგულაციები რთული შესასრულებელი არა. თუმცა განსხვავებული არის მოსაზრებები იმ რეალობიდან გამომდინარე, რაც დღეს საქართველოს გზებზე ხდება. რა ვითარება არის ავტოსადგურებში, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ კი 1 ივნისიდან ეს რეგულაცია ძალაში შევიდა, რას ამბობენ მძღოლები, რამდენად აქვთ მათ ამ რეგულაციით არსებული მოთხოვნების დაკმაყოფილების შესაძლებლობა. ანუკა ჯოხაძის სიუჟეტი ვნახოთ. არ ამოქმედება. თქვენ ვინმე გითხრათ, რომ არ ამოქმედება? არ უთქვია, მაგრამ არაფერი არ შესრულებულა და მანდა მაინც შესრულდება? არ მგონია გერაცალია. 1 ივნისიდან საქალაქთაშორისო რეისები ახალი რეგულაციის ქვეშ ექცევა. 150 კილომეტრზე შორმანძილებზე მგზავრების გადაყვანა მხოლოდ ავტობუსებით იქნება დასაშვები და მიკროავტობუსებით აიგრძელება. სფეროში დასაქმებულები თვეების წინ დაანონსებული და დათქმული ვადების ცვლილების იმედად არიან და ამბობენ, რომ დრო საკმარისი არ იყო. სამზადისი სატრანსპორტო საშუალების გადაყვანაზე. რამდენად დაიწყეს, ამაზე ჩვენი რესპონდენტები არ საუბრობენ, მაგრამ ამბობენ, რომ თუ რეგულაციის ამოქმედება არ გადავადდება, მუშაობის გაგრძელებას ვეღარ შეძლებენ. დიდთანხმეთანაა დაკავშირებული ამის ჩანაცვლება და რა თქმა უნდა განვითარება კარგია, მაგრამ არ არის ახლა მაგდანის შემოსავალი და სფერო იმის რომ შევცვალოთ ყველამ ერთად და ვიყიდოთ 40 და 50000 დოლარიანი მანქანები და რო ვიაროთ. ავტობუსი კი არა, მარშრუტკას ვერ ვავსებთ. რამდენი 5 და 6 კაცი ვარ. აჰა, გასულა აქ უკვე და რამდენი გზავრი უზის. აი ნახეთ. ერთწლიანი დრო მაინც უნდა მიცეს ხალხს. ერთწლიანი დრო. რომ მოემზადოს ეგ ხო არა ნასკი იყიდო და ტუფლი იყიდო, ხო? უნდა მოემზადოს, არა ხალხს იმდენი საშუალება, რომ ასე მოკლე ხანში მოემზადოს. კიდევ სესხი, კიდევ ბანკებთან ურთიერთობა, კიდევ ცოტათი ძნელი. მანქანები გვინდა, სადა მანქანები? მანქანას ფული უნდა. სადა მაგდენი ფული, საწყო თითო ცარიანია მანქანები. ავტობუსის მგზავრი კი არა, ველოსიპედის მგზავრი არა, ავტობუს აფერს ეძლევა. სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში M3 კატეგორიის ტრანსპორტის ავტოპარკის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ აქვთ. კომპანია Georgian Bus-ის დირექტორი გვიხსნის, რომ ავტობუსებზე მოთხოვნა წლიდან წლამდე მზარდია და პრობლემებს ნაკლებად ელის. შალვა ხუციშვილის შეფასებით, ძირითადი 5 ქალაქის მიმართულებით მგზავრებს სატრანსპორტო კომპანიები უკვე ემსახურებიან და მოთხოვნის ზრდის შემთხვევაში კომპანიები რესურსებს გაზრდიან. რეალურად ეს რა თქმა უნდა რაღაც დისკომფორტს გამოიწვევს, ყოველთვის ნებისმიერი ცვლილება რაღაც დისკომფორტს იწვევს, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში ვფიქრობთ, რომ სწორედაც შორმანძილებზე მგზავრი ისედაც ცდილობს მაქსიმალურად კომფორტული ტრანსპორტი შეარჩიოს და ავტობუსი უალტერნატივოა ყველა შემთხვევაში. შეიძლება თავიდან მოთხოვნა ბევრად მაღალი იყოს, მიწოდება გარკვეული დრო დაჭირდეს, რომ სრულად დააკმაყოფილოს, თუმცა არის რკინიგზა ალტერნატივა, რომელიც აბსოლუტურად შეიძლება რომ გამოყენებული იქნას. რა თქმა უნდა, კომპანიებიც ვცდილობთ მაქსიმალურად რომ მოთხოვნა თუ მაღალი იქნა, შევავსოთ ეს მოთხოვნა. ჩვენც ახლა რეალურად წელს შევიძინეთ 10 ერთეული, 10 ერთეულის შეკვეთა უკვე გაკვეთებული გვაქვს და ალბათ ვფიქრობთ, რომ ივნისის ბოლოს ისედაც კიდე ჩამოვიყვან დამატებით ტრანსპორტს. 1 ივნისიდან რეგულაციები შეეხებათ ქუთაისის აეროპორტის მიმართულებაზე მომუშავე სატრანსპორტო კომპანიებსაც. ავტობუსები ქალაქის ცენტრში მგზავრების შეკრებას ვეღარ შეძლებენ და სასტარტო ლოკაცია მათთვისაც ქალაქის ავტოსადგურები იქნება. რომელი სადგურიდან შესრულდება რეისები Georgian Bus-ში ჯერ ვერ აკონკრეტებენ, თუმცა ცვლილებებს მიესალმებიან. განსხვავებულია კონკურენტ კომპანია Omnibus-ის მესვეურთა პოზიციები. ირაკლი კაბულაშვილის თქმით, საცობები თბილისში გადაადგილებას მნიშვნელოვნად ართულებს და მაგალითად ქუთაისის აეროპორტამდე მარშრუტის დრო გაიზრდება. თბილისიდან ქალაქის გასასვლელიდან ქუთაისის აეროპორტამდე მგზავრობა დღესდღეობით შეადგენს დაახლოებით 3 საათს ნახევარს მაქსიმუმი თავისი შესვენებით, მაგრამ რეალური მგზავრობა ალბათ 5 საათამდეც გაიწერება, რადგანაც მოგეხსენებათ ქალაქში დამატებითი მანძილის გავლა კიდევ უფრო გაართულებს ამ პროცესებს და სამწუხაროდ ამის გამოცდილება გვაქვს დღის რეისები, როდესაც სრულდება ოთაჭალის ავტოსადგურიდან ქალაქში არსებული საცობების გამო ავტობუსი ზოგჯერ საათობით უწევს გომას აცობში და ეს სამწუხაროდ შეიქმნება რაღაც დონეზე გავითვალისწინოთ, რომ ეს ალბათ იმოქმედებს ასევე ფასებზე.
2025 წლის 1 ივნისიდან ავტოსადგურებს სერტიფიცირების ვალდებულებაც უჩნდებათ. სერტიფიცირების ფასი სადგურის კატეგორიის მიხედვით 1000-დან 10000 ლარის ფარგლებში მერყეობს. სერტიფიკატი 5 წლის ვადით გაიცემა. 1 ივნის ასამოქმედებელი რეგულაციის ვადების ცვლილებას რაც შეეხება, ამ თემაზე კონკრეტული პასუხი 10 დღის წინ BMG-სგან გაგზავნილი მიმართვის მიუხედავად სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს არ გაუწია. ამ დრომდე ხელმისაწვდომი ინფორმაცია უწყებისგან თვეების წინ გავრცელებული ოფიციალური რელიზია, რომელშიც მოკლედ არის მითითებული, რომ სააგენტო რეფორმის ეფექტურად მართვისთვის ყველა შესაძლო ვარიანტს და ალტერნატივას განიხილავს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას იწყებს, რომელიც მსხვილ ავიაკომპანიებთან, მედია პლატფორმებთან და ინფლუენსერებთან თანამშრომლობას გულისხმობს. უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით ახალი კამპანია ციფრულ პლატფორმებზე საქართველოს ცნობადობის ამაღლებას და ქვეყნის პოპულარიზაციას ითვალისწინებს. კამპანია სოციალურ ქსელებს, რადიოს, ტელევიზიებს, პოდკასტებს, გარეკლამებს და ეგრეთ წოდებულ როუდ-შოუებსა თუ 8 მსხვილ ღონისძიებაში მონაწილეობას გულისხმობს, რომელიც ევროპის 32 ქალაქს დაფარავს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის გავრცელებულ ინფორმაციაში არ არის მითითებული, რა თანხა დაიხარჯება ამ კამპანიაზე. თუმცა, როგორც ცნობილი არის, წელს ადმინისტრაციის მარკეტინგული ხარჯების ჯამური ბიუჯეტი 27 მილიონი ლარია. მარკეტინგული კამპანია კი დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, ავსტრიის, საფრანგეთის, შვეიცარიის, პოლონეთის, ნორვეგიის და შვედეთის ტურისტულ ბაზრებს მოიცავს. საფრანგეთის ტურისტულ სეზონზე სასტუმრო ბიზნესში ძირითადად წამყვანი აზიური ბაზრები იქნება. ნინჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ გაზრდილი არის ტურისტების რიცხვი ჩინეთიდან, ისრაელიდან და არაბული ქვეყნებიდან. ევროპიდან კი ისევ ტურისტების კლება. თუმცა, ვინც ჩამოდის, ძირითადად პოლონელი და გერმანელი ტურისტები არიან. დედაქალაქის განთავსების ობიექტებში წამყვანი წილი ისრაელის ბაზარს უჭირავს. სასტუმრო გლაროს Old Town-ის მმართველის განცხადებით, ტურისტების ნაკადი გაზრდილია ინდოეთიდან და ჩინეთიდან. ამ ეტაპისთვის ჩვენი ჯგუფის სასტუმროებში ზაფხულისთვის ყველაზე დიდი ზრდადი ბაზარი ჩინეთი იქნება, რა თქმა უნდა, და ტრადიციულად რჩება არაბული ქვეყნებიდან და ისრაელიდან უმრავლესობა, თუმცა კვლავ ჩვენთან არც ერთ კონკრეტულ ბაზარს არ აქვს 50%-ზე მეტი. ევროპის ბაზრიდან ძირითადად ლიდერობს ისევ ტრადიციულად პოლონეთი და მერე მოდის გერმანია, თუმცა ის რაოდენობა გერმანია არ არის, რაც 2019 წელს იყო მაგალითად. დედაქალაქის მაგალითზე ტრადიციულად ჯერჯერობით ნარჩუნდება ის სეგმენტები ძირითად დატვირთულობაში, როგორიც არის ისრაელი, გალფის ქვეყნები, ძალიან საგრძნობლად არის მომატებული ჩინეთის მიმართულება, ასევე ინდოეთის, რომელიც ნაწილდება სხვადასხვა ძირითადად 3, 4 და 5 ვარსკვლავიან სეგმენტებში. საერთაშორისო ბირჟაზე ოქრო გაძვირებას განაგრძობს. ამჯერად უნცია ოქროს ღირებულება $2240 მიაღწია, რაც 1 წლიან პერიოდში 34%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody's-მა ამერიკის შეერთებული შტატების საკრედიტო რეიტინგი შეამცირა. თუ აქამდე ვაშინგტონის რეიტინგი იდეალურ AAA-ს შეადგენდა, ახლა ის 1 პუნქტით AA ერთამდეა ჩამოქვეითებული. რუსეთის ეკონომიკის ზრდის ტემპი მკვეთრად ჩანილდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით ამ წლის პირველ კვარტალში რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა 1.4%-ით გაიზარდა, რაც გაცილებით ნაკლებია, ვიდრე წინა კვარტალში დაფიქსირებული 4.5% და გასული წლის ანალოგიურ პერიოდში მიღწეული 5.4%. ფინეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ფინეთი გახდა ერთ-ერთი მონაწილე ქვეყანა ევროკავშირის პროგრამის, რომელიც ევროპაში გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლის გამოყენებით უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევას ითვალისწინებს. გაერთიანებულმა სამეფომ და ევროკავშირმა სავაჭრო ბარიერების შემსუბუქებასა და თავდაცვის საკითხებში თანამშრომლობასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს. შეთანხმებით ბრიტანეთს თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ფარგლებში ერთობლივ შესყიდვებში მონაწილეობის მიღება შეეძლება. საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody's-მა ამერიკის შეერთებული შტატების საკრედიტო რეიტინგი შეამცირა, თუ აქამდე ვაშინგტონის რეიტინგი AAA-ს შეადგენდა, ახლა ის 1 პუნქტით AA1-ზეა ჩამოქვეითებული. ანალოგიური გადაწყვეტილება 2023 წელს Fitch-მაც მიიღო და მან შტატების რეიტინგი AAA-დან AA+-მდე შეამცირა. ანალიტიკოსების შეფასებით, შტატების საკრედიტო რეიტინგის გაუარესება მთავრობის ვალის მოცულობის მკვეთრი ზრდით არის განპირობებული, რომლის მოცულობაც 36 ტრილიონ 900 მილიარდ
მილიარდ დოლარს აღწევს, რაც გლობალურად რეკორდია. მუდისის განმარტებით, წინასაარჩევნო დაპირების მიუხედავად დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ვერ ახერხებს ისეთი ფისკალური პოლიტიკის გატარებას, რომელიც ვალის მოცულობას რეალურად შეამცირებს, რაც ქვეყნის მიმართ ინვესტორების განწყობის გაუარესებას იწვევს. რომ შევადაროთ, დაახლოებით 50 წლის წინ ფედერალური ვალის მოცულობა 1 ტრილიონი დოლარის ფარგლებში იყო, თუმცა მას შემდეგ ვითარება დრამატულად შეიცვალა. ვალის მოცულობამ უკვე ფაქტობრივად მიაღწია ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ზომას, თუმცა 2053 წლამდე პროგნოზირებული არის, რომ ვალის მოცულობა ეკონომიკის 180%-ს მიაღწევს. რაც შეეხება თავად ამ ვალის მომსახურებას, საპროცენტო სარგებლის სახით ამერიკის მთავრობა ყოველწლიურად დაახლოებით 900 მილიარდ დოლარს იხდის. 2032 წლისათვის ეს მაჩვენებელი 1,5 ტრილიონ დოლარს მიაღწევს, ხოლო 2053 წლისათვის მთავრობას ვალდებულებების მომსახურებაზე 5,5 ტრილიონი დოლარის დახარჯვა მოუწევს, რაც იმაზე მეტი თანხა იქნება, რასაც ქვეყანა ჯანდაცვის სისტემაზე ხარჯავს. ამერიკის მთავრობას ვალი აქვს როგორც სხვა ქვეყნების, კომპანიების და უცხოელი ინვესტორების, თავად ამერიკელი მოსახლეობის. ამ თანხას მთავრობა ახალი პროექტების განსახორციელებლად და ბიუჯეტის შესავსებად იყენებს. ახლა მთავრობა ხარჯავს იმ ფულს, რომელიც მომავალში თავად ქვეყნის მოქალაქეებმა უნდა გაისტუმრონ გადასახადებით. რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი მკვეთრად არის შენელებული. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით ამ წლის პირველ კვარტალში რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა 1,4%-ით გაიზარდა, რაც გაცილებით ნაკლები არის, ვიდრე წინა კვარტალში დაფიქსირებული 4,5%-იანი მაჩვენებელი და გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 5,4%-ის შედეგი. ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელება რამდენიმე ფაქტორით არის გამოწვეული, მათ შორის სანქციები, მკაცრი მონეტარული პოლიტიკა, საგარეო იზოლაცია, ბიუჯეტის დეფიციტის ზრდა და მოსახლეობის სამომავლო მოლოდინების გაუარესება. თუ რუსეთის ეკონომიკური ზრდა წლის ბოლომდე ასეთი ტემპით გაგრძელდება, მაშინ მთავრობის ეკონომიკური გეგმა ჩავარდება და მომდევნო წლისათვის კრემლს ბიუჯეტის პარამეტრების გადახედვა ან ვალის გაზრდა მოუწევს. Reuters აკუმულატორების მწარმოებელ კომპანია CATL-ზე და შანხაის სამთავრობო საინფორმაციო ვებგვერდზე დაყრდნობით წერს, რომ 2028 წლისათვის ჩინეთში მძიმე სატვირთო ავტომობილების გაყიდვებში ელექტრომობილების წილი გასული წლის მონაცემთან შედარებით 10%-დან შესაძლოა 50%-მდე გაიზარდოს. ვებგვერდზე გაჩნდა ინფორმაცია, რომ CATL-მა მძიმე სატვირთო ავტომობილებისათვის აკუმულატორების წარმოება დაიწყო. შანტუნის პროვინციაში ელექტრომობილების ექსპლუატაციაში 60 გიგავატ-საათიანი ენერგიის შესანახი და აკუმულატორების საწარმოობა შევიდა, რაც ჩრდილოეთ ჩინეთში პირველი ასეთი ობიექტია. შანტუნში ასევე ლითიუმის ბატარეების ინდუსტრიის მშენებლობაა დაგეგმილი, რომლის ღირებულებაც 14 მილიარდ დოლარს შეადგენს. საწარმო ელექტრონულ მასალებს, ელექტროლიტებს, აკუმულატორულ ელემენტებს და ასაწყობ მასალებს აწარმოებს. Asta იყო საქმის კურსის შემაჯამებელი გამოშვება ამ დროისათვის. წინ საქმიანი საღამო გელოდებათ, რომელსაც გიორგი არონია და გიორგი თოლორდავა გაუძღვობიან. ჩვენ ერთმანეთს ხვალ შევხვდებით BMG-TV-ს ეთერში საღამოს 7 საათზე დროებით. დონალდ ტრამპის განცხადებით, საამიროებში მისი ვიზიტის დღეს 200 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების კომერციული გარიგებები გაფორმდა, მათ შორის შეერთებული შტატების და არაბთა გაერთიანებული საამიროების მთავრობებმა ამერიკის გარეთ ხელოვნური ინტელექტის ყველაზე დიდი მონაცემთა ცენტრის მშენებლობა ერთობლივად დაანონსეს. როგორც ცნობილი არის, პროექტი აბუ-დაბიში ადგილობრივი კომპანია G42-ს მიერ განხორციელდება. შტატების ვაჭრობის დეპარტამენტის ინფორმაციით, მონაცემთა ცენტრი დაახლოებით 26 კვადრატულ კილომეტრზე გადაჭიმულ ტერიტორიას მოიცავს და 5 გიგავატიან სიმძლავრეს მიაღწევს. გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ Emirates Global Aluminium შტატების შტატ ოკლაჰომაში ალუმინის გადამმუშავებელი ქარხნის მშენებლობაში 4 მილიარდი დოლარის ღირებულების ინვესტიციას ჩადებს.
აბუ-დაბიში მიღწეულ შეთანხმებებს შორის არის Boeing-ს, GE Aerospace-სა და Etihad Airways შორის გაფორმებული პარტნიორობა, რომელიც 14.9 მილიარდ დოლარად ფასდება. არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო კომპანიის Etihad-ის განცხადებით, Boeing-ისაგან 28 ერთეული ფართო კორპუსიანი თვითმფრინავის შესყიდვა განხორციელდება. თვითმფრინავები GE Aerospace-ის ძრავით იქნება აღჭურვილი. ახალი თვითმფრინავები Etihad-ის ფლოტს 2028 წლიდან შეუერთდება. ავიაკომპანიის ფლოტი ამჟამად დაახლოებით 100 თვითმფრინავისგან შედგება. Etihad-ის აღმასრულებელი დირექტორის ანტონუალდო ნევეშის განცხადებით, აბუ-დაბის ეკონომიკური დივერსიფიკაციის სტრატეგიის ფარგლებში 2030 წლამდე ფლოტის 170 თვითმფრინავამდე ზრდა იგეგმება. თეთრი სახლის შეფასებით თვითმფრინავების შესყიდვაზე მიღწეული შეთანხმება ქვეყნებს შორის კომერციული ავიაციის მრავალწლიან პარტნიორობას გააღრმავებს. ამასთან ერთად ამერიკული წარმოების და ექსპორტის ზრდაზე დადებითად აისახება. YouTube-ის ახალი სარეკლამო ფორმატი PickPoint-ი Google-ის Gemini AI-ს ეყრდნობა, რათა YouTube-ის ვიდეოები გაანალიზოს და ის მომენტები დაადგინოს, რომელზეც ჩათვლის, რომ მაყურებელთა ყველაზე მაღალი ჩართულობა აქვს და